თეოფანე და ნონა ძალიან მდიდრები იყვნენ და გაჭირვებულთათვის უამრავ მოწყალებას გასცემდნენ. მათ დიდხანს არ ჰყავდათ ჩვილი. ცოლ-ქმრის გულმხურვალე ლოცვა უფალმა შეისმინა და ვაჟი შეეძინათ. მომავალი მღვდელმთავარი და სასწაულმოქმედი ნიკოლოზი. სასწაულმოქმედების უნარი წმინდა ნიკოლოზმა ბავშვობიდანვე გამოამჟღავნა. ნათლობისას ჩვილი დამოუკიდებლად იდგა ემბაზში. დედის რძეს ოთხშაბათობითა და პარასკევობით მხოლოდ საღამო ხანს მიირთმევდა. სიყრმიდანვე უყვარდა სახარების კითხვა, ტაძარში სიარული და გულმხურვალე ლოცვა. მშობლები დიდად ზრუნავდნენ ნიკოლოზის ქრისტიანულ აღზრდაზე. ნიკოლოზ, აი გლახაკი, მიდი პური მიართვი. წმინდანი ისე არჩაული და გლახაკებს მათთვის სანუგეშო სიტყვა რომ არ ეთქვა, ან მოწყალება არ გაეცა. მისი ხელდასხმისას კი ეპისკოპოსმა შემდეგი სიტყვებით მიმართა ხალხს. მე ვხედავ ამომავალ მზეს დედამიწაზე, წუხარეთა მანუგეშებელს. იგი იქნება ყველა გაჭირვებულის შემწე. წმინდანი მთელი სულითა და გულით ილტუოდა განმარტოებისკენ. მას სურდა ლოცვაში გაეტარებინა დარჩენილი ცხოვრება. ერთ დღეს, როდესაც წმინდა ნიკოლოზი ლოცვაზე იდგა, მოესმა ხმა. ნიკოლოზ, თუ გინდა ჩემგან ზეციური გვირგვინის მიღება, მიღვაწე ადამიანთა ეკლესიური განათლებისთვის. მონაზვნური განმარტოება ის გზა არ არის, რომელთაც უნდა მემსახურო. წადე ხალხთან, იქადაგე და აგიდე ჩემი სახელი. მაშინ წმინდანმა მტკიცედ გადაწყვიტა ხალხისთვის ესწავლებინა უფლის გზა. ერთხელ რომის იმპერატორმა დიოკლიტიანემ ბრძანება გასცა. დაენგრიათ ქრისტიანული ტაძრები და ქრისტიანებისათვის ჩამოერთვათ სამოქალაქო უფლებები. ასეთ დროს წმინდა ნიკოლოზი აძლიერებდა და ანუგეშებდა თავის სამწყსოს. ამის გამო იგი შეიპყრეს და დილეგში ჩაკეტეს. 8 წელი მან ტანჯვაში გაატარა, მანამ სანამ რომის იმპერატორი კონსტანტინე დიდი არ გახდა. კონსტანტინემ ქრისტიანთა მფარველობა დაიწყო. ამის მიზეზი იყო ნიშანი ციდან, როცა მან მეტად სახიფათო ბრძოლაში ჩაბმის წინ იხილა თუ როგორ გამოისახა ცაზე ცეცხლოვანი ჯვარი და მის თავზე წარწერა ამით სძლიე. მან მოუხმო ჯარში მყოფ ქრისტიანებს და გამოჰკითხა ამ ნიშნის შესახებ. მეფეო, ჯვარი უკვდავებისა და სიკვდილზე გამარჯვების ნიშანია და მას ეს სიმბოლო ჯვარზე გაკბულმა მაცხოვარმა მიანიჭა თავისი აღდგომით. ეს ხილვა კი ნიშნავს შენს გამარჯვებას ამ ბრძოლაში. და მართლაც მიუხედავად მტრის უპირატესობისა, კონსტანტინემ ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა. ამის შემდეგ იმპერატორმა ეკლესიების მშენებლობა დაიწყო და ქრისტიანობის გავრცელებისთვის ხელშეწყობა. იმ პერიოდში ალექსანდრიელმა მღვდელმსახურმა არიოზმა დაიწყო ცრუსწავლება იესო ქრისტეზე. ის უარყოფდა ქრისტეს ღვთაებრივ ბუნებას. ამის გამო იმპერატორმა მოიწვია პირველი საეკლესიო კრება ნიკეაში. დანთქმულ დროს ყველა ქვეყნიდან ჩამოვიდნენ ეპისკოპოსები. მათ შორის იყვნენ წმინდა ნიკოლოზი, წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელი, იმპერატორი კონსტანტინე. კრებაზე არიოზი იმდენად კადნიერად და მტკიცედ იცავდა თავის პოზიციას, რომ წმინდა ნიკოლოზმა ვერ მოითმინა და ყველას თანდასწრებით მას სილა გააწნა. ეკლესიის მამებმა ეს აქციელი შეუფერებლად მიიღეს და მას საეპისკოპოსო ხარისხის შესამოსელი გახადეს. მაგრამ მათ იხილეს სასწაული. წმინდანს თავად უფალი გამოეცხადა და გადასცა სახარება, ღვთისმშობელმა კი ომოფორი. ამის შემდეგ წმინდა ნიკოლოზს დაუბრუნეს ძველი წოდება და პატივი მიაგეს. მაშინ შეადგინეს ჩვენთვის ყველასათვის ცნობილი სიმბოლო სარწმუნოებისა მრწამსი. არიოზი თავის მომხრეებთან ერთად კი გააძევეს. წმინდანი დღესაც უამრავ სასწაულს ახასრულებს. მისი საფლავი გახლავთ იტალიაში ქალაქ ბარში. წელიწადში ერთჯერ წმინდა ნაწილებიდან გადმოედინება მირონი, რომელსაც ამოაბრძანებენ და მომლოცველებს მორწმუნედ სცხებენ. ბავშვებო, თქვენთვის შეიძლება ცნობილი იყოს, შეიძლება არა. ის რომ წმინდა ნიკოლოზი განსაკუთრებული ქველმოქმედებით გამოირჩეოდა და სწორედ ამან განაპირობა დასავლურ ტრადიციაში დღესდღეობით ჩვენთვის ცნობილი სანტა-კლაუსის დამკვიდრება. ეს ფაქტი კი განაპირობა სამი ქალიშვილის ცოდვისგან გამოხსნა წმინდა ნიკოლოზის მიერ გაღებული მოწყალებით. იმედია მოგეწონათ ანიმაცია, მომავალ შეხვედრამდე.